გამარჯობა მედანეებო, ესეთი სიტუაცია არის, სოკომბრაუ არის მოტანილი, მოხსნილი მაქვს ტარი, გასალესად არის წოდი ქონა მოტეხილი ძალიან დამივარდაო და წოდით დაეცა და მოტყდაო და გალესვა დავიწყე, ახლა ეს უხეშად არის ჯერ გადალესილი, სულთაბრის გადავატარებ, მაგიტო არ გიზიარებთ ვიდეოს. ხმა იყიდაო დავარდნის შემდეგ საშინელი. არ ვიცი თუ ისმის საშინელი ხმა აქვს, გეგონება რომ შიგნით ჩაშლილი არის საკისრები და დავშალე და რაღაცა მიზეზი თითქოს მივაგენი, მაგას გაგიზიარებთ და სამომავლო თქვენც რო იცოდეთ პრაქტიკაში ესეთი რაღაცები ხდება. ჩემთვის კი შემხვედრია ადრე მსგავსი რაღაც. თუმცა არასდროს მე მიქცევია ყურადღება, ეხლა დაშლა შეკეთებაზე არ ვმუშაობ. ესეც დაშლილ მდგომარეობაში. აი ესეთი რაღაცა აქვს შიგნით მეგობრებო, აი საკისრებისაგან ზოლები ეტყობა, სადაც საკისრები მოძრაობს, აი ეს ფურთლაკები და მანდ არის აი ესეთი ნაჭდევებივით. სავარაუდოდ რო დავარდა, ისე დავარდა, რომ აი ამებზე ძალა დაადგა და შესაბამისად ბურთულები სადაც იყო იმ ადგილზე ჩაიჭეჭყა. იგივე სიტუაცია არის, აი დანის პირზეც ხედავთ როგორი ჩაღრმავებები აქვს. შესაბამისად შეიძლება ჩაითვალოს, რომ დანადაზიანებული არის ეს რო ტრიალებს. შიგნით უკვე აი ბურთულებს აქვს ხმა, იმიტომ რომ შეიძლება აი როგორც მანქანა რომ ორმოებიან გზაზე დადის, აი ეგრე დადის ეს ბურთულაკები ორმოებივით არის შიგნით და ეგ იწვევს ხმას და აი ესე რომ ხარვეზიანად მუშაობს. სამწუხაროდ ამას არაფერი არ ეშველება, უბრალოდ გაზიარება მინდოდა რომ თქვენც გწოდნოდათ პრაქტიკაში ესეთი რაღაცები ხდება, რამდენიმე დანაზე კიდევ შემხვედრია. საშველი ყველაფერს ეშველება, რა თქმა უნდა, იგივენაირად ეს უნდა ამოიფრეზოს შედარებით, თქვათ 0.1 მმ დიდი საკისრები უნდა ინახოს, ჩაჯდეს და ასე შემდეგ, თუმცა მაგას ჩვენთან ვერ გავაკეთებთ, რა თქმა უნდა. კეთილი, სულეც იყო რისი გაზიარებაც მინდოდა. მადლობა ყურადღებისათვის და დანებს მოვუფრთხილდით.